მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მოგეხსენებათ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების შემდგომ ქვეყნდება პრეს-რელიზი, რომელშიც ახსნილია მიღებული გადაწყვეტილების მთავარი ფაქტორები. გარდა ამისა, ყოველ მეორე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდგომ ხდება მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის გამოქვეყნება, სადაც უკვე დეტალურად არის ახსნილი გადაწყვეტილების საფუძვლები და მოცემული ასევე ეროვნული ბანკის ხედვა პროგნოზებთან მიმართებაში. ძალიან მოკლედ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის შესახებ მოგეხსენებათ, მთავარი მიზანი ეროვნული ბანკის არის ფასების სტაბილურობის შენარჩუნება, რომელსაც ის ინფლაციის თარგეტირების რეჟიმით უზრუნველყოფს. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი მოგეხსენებათ 3%-ს შეადგენს, რაც არის საშუალოვადიანი მაჩვენებელი, რაც ფასების სტაბილურობას ასახავს. სწორედ დაბალი, ზომიერად დაბალი ინფლაციის ფარგლებში ხდება გრძელვადიანი სტაბილური ეკონომიკური ზრდის მიღწევა. მონეტარული პოლიტიკის მთავარ ინსტრუმენტს რეფინანსირების განაკვეთი წარმოადგენს, რომლის შესახებაც მიიღება სწორედ გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ. მისთვის მთავარი ორიენტირი არის, რა თქმა უნდა, საპროგნოზო ინფლაცია და შემდეგ უკვე გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილების შესახებ სხვადასხვა არხებით, მონეტარული პოლიტიკის გადაცემის არხებით გადაეცემა უკვე ერთობლივ მოთხოვნას და შემდგომ უკვე ფასებს. დღეს მინდა სიახლის შესახებ ვესაუბროთ. ზოგადად ეროვნული ბანკი შემდგომ ეტაპზე გადადის მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღების და ასევე რაც მთავარია კომუნიკაციასთან მიმართებაში, კერძოდ ეგრეთ წოდებული სცენარებზე დაფუძნებული მიდგომით, რაც მოიაზრებს რისკების მართვას. ამ მიდგომით განახორციელებს აწი კომუნიკაციას, მიიღებს გადაწყვეტილებებს და განახორციელებს კომუნიკაციას საქართველოს ეროვნული ბანკი. და ამის მთავარი მიზეზი არის ბოლო პერიოდში, ბოლო წლებში მე ვიტყოდი გაზრდილი გაურკვევლობა მსოფლიოს მასშტაბით. მოგეხსენებათ, კოვიდის დროს, პოსტკოვიდურ პერიოდში ძალიან მაღალია როგორც თავად გაურკვევლობა, ასევე მისი მასშტაბი, შესაბამისად რთულდება იმ ოპტიმალური ძველი მიდგომის ფარგლებში რთულდება იმ ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება, რაც მინიმიზაციას გაუკეთებს ზარალს, რომელიც ინფლაციის მართვის შედეგად შეიძლება მიადგეს ეკონომიკას, ანუ რისკებზე დაფუძნებული მენეჯმენტის რისკების მართვის მიდგომით წარმოებული მონეტარული პოლიტიკა გაცილებით ოპტიმალურია და უფრო ნაკლებ დანახარჯებთან, სოციალურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. მსგავსი მიდგომის გამოცდილება მსოფლიოს არაერთმა ცენტრალურმა ბანკმა უკვე გამოიყენა კოვიდის პერიოდში, მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკიც ამის ნათელი მაგალითია. სწორედ ესეთი მიმდინარე პერიოდში არსებული რისკების ღრმა ანალიზის და შესაბამისად გადაწყვეტილების მიღების შედეგად მოხერხდა არაერთი ცენტრალური ბანკის მიერ გლობალურად ინფლაციური პროცესების მართვა და მოლოდინების დასტაბილურება. რისკების მართვის, რისკების მინიმიზაციის მიდგომა, როგორც აღვნიშნე, ეფუძნება სცენარების ანალიზს. კერძოდ კი საქართველოს ეროვნული ბანკი სამ სცენარზე დაფუძნებულ მიდგომას წარმოადგენს დღეიდან. ეს არის სამი თანაბრად რელევანტური სცენარი,
ცენტრალური სცენარი, მაღალი ინფლაციური რისკების სცენარი და დაბალი ინფლაციური რისკების სცენარი, რომელიც მე ვიტყოდი იმ მოცემული ეტაპისთვის, როდესაც ხდება სიტუაციის ანალიზი, თანაბრად რელევანტურია. ცენტრალური სცენარი, ეს არის სცენარი, რომელიც ითვალისწინებს მიმდინარე ვითარების, მიმდინარე სიტუაციის ძალიან მრავალმხრივ ანალიზს, ეფუძნება ბაზრის მოლოდინებს და ამავე დროს არსებული რისკების რაღაც შეიძლება ითვალისწინებდეს არსებული რისკების ზომიერ რეალიზაციას. გარდა ცენტრალური სცენარისა, ჩვენ წარმოვადგენთ მაღალ ინფლაციური რისკების სცენარს და დაბალ ინფლაციური რისკების სცენარს. მაღალ ინფლაციური რისკების სცენარი ცენტრალურ სცენართან შედარებით ითვალისწინებს საშუალოდ უფრო ინფლაციური რისკების მატერიალიზაციას მონეტარული პოლიტიკის საპროგნოზო ჰორიზონტზე და რელევანტურია არსებული გაურკვევლობიდან გამომდინარე. ამის საპირისპიროდ დაბალ ინფლაციური რისკების სცენარი ცენტრალურ სცენართან შედარებით ითვალისწინებს საშუალოდ უფრო დისინფლაციური რისკების რეალიზაციას და რელევანტურია ასევე არსებული გაურკვევლობიდან გამომდინარე. შემდგომ სანამ სცენარებზე გადავალთ არსებული მაკროეკონომიკური ვითარების მიმოხილვა მინდა შემოგთავაზოთ. ეკონომიკური აქტივობა მოგეხსენებათ 2024 წელს საკმაოდ ძლიერი იყო. იანვარ-ნოემბრის პერიოდში საშუალოდ 9.4% შეადგინა. ანალიზის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეულწილად უკვე მიმდინარე ეტაპზე ადგილი აქვს უკვე რაღაც ჭარბიერთობლივი მოთხოვნის გარკვეულწილად აღმოფხვრას და ეკონომიკა ტრენდს უბრუნდება. გეპი დაახლოებით 0.5%-ია თუ 0.5%-ია. როგორც მოგეხსენებათ, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია ძლიერ ეკონომიკურ აქტივობას ძალიან მნიშვნელოვნად განაპირობებს პოტენციალის გაუმჯობესება. ეს დაბალი ინფლაციის და მაღალი ეკონომიკური ზრდის კომბინაციას ადასტურებს ამას. იმ სექტორებში, რომელსაც პროდუქტიულობის მაღალი პროდუქტიულობა ახასიათებს, საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვს ეკონომიკურ ზრდაში, ეს არის ინფორმაცია და კომუნიკაციები, სატრანსპორტო სექტორი, მშენებლობა, ეს არის სექტორები, სადაც მნიშვნელოვანი ეს არის სექტორები, სადაც დიდი ზრდა დაფიქსირდა და ამან ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილება განაპირობა. თუმცა ამავე დროს შიდა მოთხოვნის სიძლიერეზე მეტყველებს იგივე ვაჭრობის სექტორის ან განთავსების სექტორებში დაფიქსირებული მაღალი ზრდა. შედეგად 2024 წელს როგორც შიდა, ისე საგარეო მოთხოვნით გამოწვეული ზრდა საკმაოდ ძლიერი იყო. შიდა მოთხოვნას, რა თქმა უნდა, ადგილობრივ მოთხოვნას, რა თქმა უნდა, მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის შესაბამისად გააქტიურებული საკრედიტო აქტივობა ასტიმულირებს. საკმაოდ მაღალი არის განსაკუთრებით ლარის სესხების ზრდა. აქ აღსანიშნავია ასევე სამომხმარებლო სესხებში მაქსიმალური ვადიანობის დაგრძელების ეფექტიც, რამაც სამომხმარებლო სესხების საკმაოდ მაღალი ტემპით გააქტიურება გამოიწვია. წლის ბოლოსთვის შეიმჩნეოდა გარკვეულწილად სესხების დისტემპის შენელება, თუმცა როგორც ოპერატიული მონაცემები გვაჩვენებს, იანვარში სესხების დისტემპმა კვლავ წამოიწია და კვლავ უბრუნდება
მაღალ მაჩვენებლებს. ნუ არც 17% არ იყო დაბალი, მაგრამ ეს ტრენდი გარკვეულწილად კვლავ შეტრიალდა. კვლავ დაჩქარებულია საკრედიტო აქტივობა. რაც შეეხება საგარეო მოთხოვნას, ამ კუთხით, რა თქმა უნდა, როგორც საქონლის ექსპორტის, ისე მომსახურების ექსპორტის მონაცემებია მნიშვნელოვანი. საქონლის ექსპორტი, რომელიც ძირითადად რეექსპორტის დიდ ხასიათდებოდა 7.8%-ით გაიზარდა წლის განმავლობაში, საბოლოო მაჩვენებელი 7.8%-ია, როგორც მოგეხსენებათ. მთელი წლის განმავლობაში საკმაოდ ესეთი შენელებული იყო იმპორტის დისტემპი, თუმცა მაღალი მოხმარების ფონზე დეკემბერში საკმაოდ დიდი ზრდა აჩვენა იმპორტმაც, მოგეხსენებათ. რაც შეეხება მომსახურების ექსპორტს, როგორც ეს ზოგადად პოტენციალის დიდან გამომდინარე, სწორედ იმ სექტორებში საკმაოდ მაღალია შემოდინებები, საგარეო შემოდინებები, ეს ეხება როგორც ტრანსპორტირების სატრანსპორტო მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებს, შუადერეფნის გააქტიურებამ მნიშვნელოვნად გაზარდა ექსპორტის მომსახურების ამ ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, მთლიანი შიდა პროდუქტის 5.2%-მდეა გაზრდილი, ასევე გაზრდილია IT სექტორიდან მიღებული შემოსავლები, მთლიანი შიდა პროდუქტის 1.9%-მდე გაიზარდა, როდესაც გაცილებით ნაკლები იყო წინა წლებში. და ასევე მოგზაურებიდან მიღებული შემოსავლები წლის ბოლო თვეს გარკვეული მცირე მე ვიტყოდი შენილების მიუხედავად წლიურ დონეზე კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება 7.3% შეადგინა მოგზაურებიდან მიღებული შემოსავლების ზრდამ 2024 წელს. მინდა ასევე ფულად გზავნილებს შევეხო. აქ წლიურ დონეზე გარკვეულწილად შემცირება გვაქვს, თუმცა ეს უმთავრესად განპირობებულია რუსეთიდან მიღებული გზავნილების გარკვეულწილად სტაბილურ დონემდე შემცირების გამო მოხდა ეს წლიური კლება. ზოგადად რომ შევაჯამოთ შემოდინება-გადინების სტატისტიკა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2024 წელს მის მდგრად დონეზეა, რომელიც დაახლოებით 5.5%-ში ადგენს და ჩვენი შეფასებით მოსალოდნელია, რომ 2025 წელსაც დაახლოებით იგივე, ანუ მდგრად დონემდე შენარჩუნება მოხდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის. რაც შეეხება ინფლაციას, მოგეხსენებათ, ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება. მართალია მაღალი გაურკვევლობის ფონზე გარკვეულწილად რაღაც რისკები და ამ რისკებზე მოგვიანებით ვისაუბრებ, რისკები გამოიკვეთა, თუმცა ჯერ რეალიზაცია ამ რისკების მიმდინარე ინფლაციაში მნიშვნელოვნად არ მატერიალიზებულა ეს რისკები. შიდა ეკონომიკური ფაქტორები განაპირობებს მე ვიტყოდი ინფლაციის დაბალ დონეს, კერძოდ სწორედ ადგილობრივად წარმოებული მომსახურებისა და საქონლის ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა, რაც სწორედ გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დასტაბილურებას ასახავს. ამასთან გასულ წელს, როგორც უკვე აღნიშნე, ჯამური პოტენციალის გაუმჯობესებამ ერთის მხრივ ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე წნეხი გაანეიტრალა, ხოლო მეორეს მხრივ ეკონომიკის პროდუქტიულობის და ფირმების დანახარჯებზე დადებითად იმოქმედა და ამ მხრიდან აქედანაც საბოლოო ფასებზე წნეხი შემსუბუქდა. რაც შეეხება საგარეო ფაქტორს ინფლაციის დინამიკაში, გასულ წელთან შედარებით ნავთობის ფასების
შემცირებული დონე გარკვეულწილად დეფლაციურ მხარეს კაჩავს ინფლაციის მთლიანი ინფლაციის მაჩვენებელს, თუმცა ამავე დროს სასაქონლო ბაზრებიდან სურსათის ბაზრებიდან მომდინარე ზრდა, რომელიც გარკვეულწილად რისკებს შეიცავს დღევანდელი ინფლაციისთვის უკვე აისახა, აქ საუბარია ზეთის ფასებისა და შაქრის საერთაშორისო ფასების დაზე, ეს უკვე აისახა ინფლაციაში და გარკვეულწილად მცირედით გაზარდა მთლიანი მაჩვენებელი. მინდა შევეხო ასევე ამჯერად ფინანსურ ბაზრებზე ჩატარებულ გამოკითხვას ამ მიმართულებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უკვე შეცვლილი სცენარებზე დაფუძნებული მიდგომის ფარგლებში, რადგან ფინანსურ ბაზრებზე არსებული მოლოდინები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და შემდგომი გაუმჯობესება ამ ანალიზის ფინანსური ბაზრების მიერ თავისი პროგნოზების განხორციელების ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს კომუნიკაცია უფრო მეტად გაუმჯობესდება მომავალ პერიოდში. ჩვენ ბოლო კვლევა დეკემბრის ბოლოს ჩავატარეთ ბაზრის მონაწილეებთან. მე ვიტყოდი, როგორც მოსალოდნელი იყო გადაიხედა ფინანსური ბაზარზე მოლოდინები ჩვენ სამ ძირითად ცვლადთან მიმართებით ვაკეთებთ კვლევას, ეს არის ინფლაცია, ეკონომიკური ზრდა და მონეტარული პოლიტიკის რეაგირება, თუ როგორია მოლოდინები ბაზარზე ამ სამ ცვლადთან მიმართებაში, ეკონომიკური აქტივობის მოლოდინები გარკვეულწილად შემცირებისკენ გადაიხედა, ხოლო ინფლაცია პირიქით ზრდის მიმართულებით შეიცვალა ბაზრის მოლოდინები. რაც შეეხება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, ფინანსური ბაზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ გარკვეულწილად ჩვენთან თანხვედრაშია, რაც მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებას გულისხმობს. უცვლელად დატოვების მოლოდინია ბაზარზე. ახლა რაც შეეხება უშუალოდ სცენარებზე დაფუძნებულ ანალიზს, სცენარებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილების მიღების პროცესს საქართველოს ეროვნულ ბანკში, როგორც უკვე თქვი, ჩვენ გვექნება სამი თანაბრად რელევანტური სცენარი, რომლებშიც რისკების სიმწვავე და ხანგრძლივობა არის მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი, ანუ რისკები გარკვეულწილად ერთი და იგივეა, ოღონდ არის ხანგრძლივობა და სიმწვავე განსხვავებული. წარმოგიდგენთ ცენტრალურ სცენარს, რომელიც გარკვეულწილად ჩვენი გადაწყვეტილებას ასახავს. ამ შემთხვევაში მთავარი რისკები როგორც სამივე სცენარში დაფუძნებულია შიდა და გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე. მიმდინარე ცენტრალური სცენარი ეფუძნება ერთის მხრივ ამ რისკების მოკლევადიან შენარჩუნებას, ამავდროულად მიმდინარე მდგომარეობასთან, ანუ ეკონომიკის დღევანდელ სიტუაციასთან თანხვედრაშია და ასევე ფინანსური ბაზრის მოლოდინებს, აგრეგირებულ მოლოდინებს ასახავს, მე ვიტყოდი ფაქტიურად სრულად. ეს არის ის ძირითადი დაშვებები, რომელიც საფუძვლად დაედო სცენარს და შემდგომ უკვე ჩვენს გადაწყვეტილებას. ძალიან მოკლედ, რა თქმა უნდა, მონეტარული პოლიტიკის ანგარიში თქვენ შეგიძლიათ უკვე დეტალურად გაეცნოთ დაშვებებს და ჩვენს მსჯელობას
ამ რისკების რეალიზაციის შესახებ და მათი გავლენების შესახებ. თავარი ეს არის გლობალური გაურკვევლობა, ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის ფედის მიერ უფრო ხანგრძლივად და უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთის შენარჩუნებას ეფუძნება ერთის მხრივ ეს რაც რა თქმა უნდა ფინანსურ პირობებს გააუარესებს და გლობალური ეკონომიკური აქტივობის შენელების რისკებს ქმნის. ასევე ევროზონის და ჩინეთის ეკონომიკური აქტივობა მოგხსენებათ საკმაოდ მოლოდინები შენელების მიმართულებით არის ეს რა თქმა უნდა მცირე ღია ეკონომიკისთვის საქართველოსთვის საგარეო მოთხოვნის შესაძლო შემცირებაში აისახება ამავე დროს უკვე შიდა დაძაბულობის შიდა გაურკვევლობის ფონზე როგორც საინვესტიციო ისე სამომხმარებლო აქტივობის გარკვეულწილად შენელების რისკი არსებობს შესაბამისად ეკონომიკური ზრდის და ეკონომიკური პოტენციალის შემცირებას გულისხმობს ცენტრალური სცენარი. საგარეო ბაზრებზე არსებული სიტუაცია, კერძოდ ნავთობის მიმართულებით საშუალოდ ეს ეფუძნება ამერიკის როგორ ქვია Energy Association-ის მოლოდინებს დაახლოებით $74 ფარგლებში და საშუალოვადიან პერიოდში მის გარშემო მერყეობას გულისხმობს. სურსათის ფასებს რაც შეეხება, სადაც გარკვეულწილად კლიმატური პირობებიდან და გეოპოლიტიკიდან გამომდინარე უკვე ზრდის, როგორც უკვე აღნიშნე, უკვე ზრდის ტენდენციები გამოჩნდა, სადაც 122-დან 126-მდე ინდექსის 122-დან 126-მდე ზრდას მოიაზრებს და შემდგომ უკვე ძალიან ნელი ტემპით შემცირებას. შედეგად ცენტრალური სცენარის შესაბამისად მთლიანი შიდა პროდუქტი თავის ზრდა თავის პოტენციურ დონეს დაუახლოვდება რაც გრძელვადიან პოტენციურ ზრდას რაც 5%-ს შეადგენს და ეს არის სწორედ ფინანსური ბაზრის მოლოდინებთან შესაბამისობაშიც. რაც შეეხება ინფლაციურ მოლოდინებს, ჩვენი ცენტრალური სცენარით 2025 წელს იმპორტირებული საქონლიდან მომდინარე დისინფლაციური ზეწოლის აღმოფხვრის შემდეგ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებლამდე გაიზრდება. შემდგომ ნაწილობრივ საბაზო ეფექტის ამოწურვის გამო წლის მეორე ნახევარში საშუალოდ 4.2%-მდე მოიმატებს, ანუ დროებით გადააჭარბებს სამიზნე მაჩვენებელს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში უკვე 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება. გეოპოლიტიკური ვითარება მნიშვნელოვნად აისახება საერთაშორისო სასაქონლო პროდუქტების ფასების დინამიკაზე, როგორც წეღამ თქვი, ამერიკის ენერგოინფორმაციის ადმინისტრაციის მოლოდინები გარკვეულწილად ეტაპობრივად მცირე შემცირებისკენაც არის, შესაბამისად აქედან გამომდინარე შემცირების მიმართულებით გვექნება ზეწოლა, ხოლო რაც შეეხება სურსათის საერთაშორისო ფასებს, როგორც უკვე აღნიშნე, ზის შემდეგ ნელი ტემპით ნორმალიზებას ექნება ადგილი. შესაბამისად, აი ამ რისკების გათვალისწინებით ეროვნული ბანკი ოპტიმალურად მიიჩნევს მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზების უფრო ფრთხილ მიდგომას და შემდგომი 2 კვარტლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებას. ეს
მეტნაკლებად თანხმდრაშია, როგორც უკვე მოგახსენეთ, ფინანსურ ბაზრებზე არსებულ მოლოდინებთან. სადაც ასევე შემდგომი ორი პერიოდის განმავლობაში დაახლოებით იგივე დინამიკაა. როგორც მოგეხსენებათ, ცენტრალური სცენარის გარდა ასევე გვაქვს მაღალი ინფლაციური რისკების და დაბალი ინფლაციური რისკების სცენარი, როგორც აღვნიშნე, ეს იმ რისკების უფრო მაღალი ინფლაციური სცენარი, იმ რისკების უფრო ხანგრძლივად და უფრო მწვავედ რეალიზაციას გულისხმობს, რომელიც ცენტრალურ და ზოგადად ანალიზებს საფუძვლად, ხოლო დაბალ ინფლაციურ სცენარში პირიქით გეოპოლიტიკური და შიდა სიტუაციის უფრო მალე დასტაბილურებას და შესაბამისად გაუმჯობესებას მოიაზრებს. ესე იგი, რაც მაღალ ინფლაციურ სცენარში, ესე იგი, განვიხილავთ, რომ გეოპოლიტიკური ვითარება უფრო ხანგრძლივად გაგრძელდება, როგორც უკვე აღვნიშნე და უფრო მწვავე დონეზე შენარჩუნდება. შიდა დაძაბულობის ფონზე ასევე სენტიმენტები უფრო მეტად გაუარესდება. ეს რა თქმა უნდა ზრდის ჩვენს რისკ პრემიას, მიმდინარე ანგარიშის დაფინანსების წყაროებს აძვირებს, ბალანსის გაუარესება გაცვლითი კურსის გაუფასურების რისკებს ქმნის, რაც რა თქმა უნდა ინფლაციაზე ნეგატიურად აისახება, ასევე გეოპოლიტიკური ვითარების ხანგრძლივად შენარჩუნება, სასაქონლო პროდუქტების მაღალი ფასებით ხასიათდება. ყველაფერი ეს საინვესტიციო და სამომხმარებლო დანახარჯების შენელებას იწვევს. შესაბამისად, მაღალ ინფლაციური სცენარი, ეს არის სცენარი, სადაც რისკების უფრო მწვავე რეალიზაცია ხდება. საპირისპიროდ დაბალ ინფლაციურ სცენარში ცენტრალურ სცენართან შედარებით ნაკლებად ინფლაციური რისკების რეალიზება ხდება, ანუ დისინფლაციური რისკების რეალიზება ხდება, შიდა ტურბულენტობა და გეოპოლიტიკური ვითარება გაცილებით მალე სტაბილურდება. სხვა თანაბარ პირობებში ეს ქვეყნის ისევე როგორც რეგიონის რისკიანობას შეამცირებს, რაც გააუმჯობესებს დაფინანსებას მიმდინარე ანგარიშის შემოდინებებს, რაც მდგრად დონესთან შენარჩუნებას შეუწყობს ხელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტ, ეს თავისთავად თავის მხრივ გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლას შეამცირებს, რაც იმპორტული ინფლაციიდან ზეწოლას შეანელებს. ამავე დროს სენტიმენტების გაუმჯობესება, როგორც საინვესტიციო მიმართულებით, ისე სამომხმარებლო კონტექსტში ეკონომიკის პოტენციალს გაზრდის და ეკონომიკური აქტივობა გაცილებით მაღალი იქნება. რაც შეეხება ამ სცენარების შეჯამებას, მაღალ ინფლაციურ სცენარში ასახული დაშვებები, როგორც სახელწოდებიდანაც გამომდინარეობს, ზრდის ინფლაციურ წნეხს ცენტრალურ სცენართან შედარებით, როგორც მოკლე ისე საშუალოვადიან პერიოდში, შესაბამისად იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი ინფლაციის მიმართ ჩვენი ტოლერანტობა ძალიან დაბალია, ჩვენი რეაქცია იქნება გაცილებით კაცრი. ინფლაცია ამ მაღალ ინფლაციურ სცენარში 2025 წელს 5.7%-მდე იზრდება, ხოლო 26 წელს 4.4%-მდე. შესაბამისად, ჩვენი რეაქცია გამკაცრების მიმართულებით
დაუყოვნებლივი იქნება და მომდევნო 2 წლის განმავლობაში ცენტრალურ სცენართან შედარებით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საშუალოდ 1.1%-ული პუნქტით მაღალ დონეზე შენარჩუნდება და მხოლოდ ინფლაციური რისკების მილევის შემდგომ დაიწყებს ნორმალიზებას მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. მთლიანი შიდა პროდუქტის რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში მთლიანი შიდა პროდუქტი ზრდა იქნება ცენტრალურ სცენართან შედარებით დაბალი, საშუალოდ 3.5%-ის ფარგლებში. რაც შეეხება დაბალ ინფლაციურ სცენარს, აქ ინფლაციური წნეხი შერბილებულია, შესაბამისად ინფლაცია 2025 წელს 2.7%-ის, ხოლო 2026 წელს 2.8%-ის ფარგლებში იქნება. შესაბამისად ეს ეკონომიკური აქტივობა კვლავ მაღალი, რომელსაც პროდუქტიულობის დაგანაპირობებს კვლავ, შესაბამისად ინფლაციური ზეწოლა ნაკლებია და ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ მონეტარული პოლიტიკის რეაქცია ცენტრალურ სცენართან შედარებით იყოს მასტიმულირებელი. კერძოდ 2025 წელს დაახლოებით 0.4%-ული პუნქტით უფრო დაბალი იქნება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ვიდრე ცენტრალურ სცენარში და 2026 წელს 0.5%-ული პუნქტით. ეს არის ძირითადად მოკლედ მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის შესახებ, იმ სცენარების შესახებ, რომელთა ანალიზის საფუძველზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 8%-ზე დატოვების შესახებ და რა თქმა უნდა ანგარიში უფრო დეტალურად არის ყველაფერი განხილული. ეხლა მზად ვართ შეკითხვებისთვის კოლეგებთან ერთად შეგვიძლია ვიმსჯელოთ ნებისმიერ საკითხზე. შემდეგი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი, რომელიც კომუნიკაციის ამ ახალი მიდგომით გაიმართება ისევ ამ რისკებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების ფარგლებში 12 მარტს გაიმართება. მადლობა საინტერესო პრეზენტაციისთვის. შეკითხვა მექნება მაღალ და დაბალ ინფლაციურ სცენარებთან დაკავშირებით. როგორც გრაფიკებზე ჩანდა, თქვათ პოლიტიკის რეაგირება უფრო ასიმეტრიული ჩანს და თვითონ ინფლაციის და მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკა უფრო სიმეტრიული ამ საბაზო სცენართან შედარებით. ამ ასიმეტრიულ რეაგირებაში თქვათ რა შეიძლება რა დამატებით ინფორმაცია შეიძლება წავიკითხოთ. ეს არის მხოლოდ ეროვნული ბანკის ტოლერანტობა თუ შეიძლება წავიკითხოთ ასევე თვითონ რისკების ბალანსიც თქვათ. ასახავს თუ არა ეს იმ მესიჯს, რომ თქვათ დღეის მდგომარეობით უფრო მაღალი ინფლაციური რისკები უფრო რელევანტურია ვიდრე დაბალი ინფლაციური. დღეს რომ ინფლაციური რისკები უფრო მეტად გამოკვეთილია, ეს უკვე ცენტრალურ სცენარშიც პირველ რიგში ამას ვიტყოდი. მე პირადად ეს უფრო ჩვენს მაღალი ინფლაციის მიმართ არატოლერანტობას გამოხატავს, ვიდრე იმას, რომ მაღალ ინფლაციური რისკები მაღალ ინფლაციურ სცენარში უფრო მწვავეა. როგორც ასეთი რისკების მაღალ ინფლაციური და დისინფლაციური რისკების ასეთი რაოდენობრივი შეფასება თუ შეიძლება ასეთ სიმძაფრე და სიმწვავე დაახლოებით ერთნაირია ორივე შემთხვევაში. ეს უბრალოდ ეს ჩვენ ისედაც მე ვიტყოდი ბოლო წლების განმავლობაში დავამტკიცეთ კიდევაც ინფლაციასთან ინფლაციის მაღალი ინფლაციის მიმართ არატოლერანტობა ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიდგომა, ზოგადად მე ვიტყოდი საერთოდ გავრცელებული პრაქტიკაა თუ შეიძლება ასე ითქვას.
ერთს დავამატებ იმას, რომ ინფლაციაც ასიმეტრიული არის პროგნოზებში, ანუ ინფლაცია იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაციური რისკები გაცილებით უფრო გამოკვეთილია დღეს და მწვავი არის, როგორც ქალბატონმა ეკატერინემ აღნიშნა, ცენტრალურ სცენარშიც მოაზრებულია, თუმცა სრული მასშტაბით ყველა ინფლაციური რისკების რეალიზება, რაც გვაქვს გათვალისწინებული მაღალ ინფლაციურ სცენარში, უფრო მეტად მაღალ ინფლაციას იწვევს და მიზნობრივიდან გადახრა უფრო მეტი არის მაღალ ინფლაციური რისკების რეალიზების ამ სცენარის რეალიზების შემთხვევაში, ხოლო დაბალი ინფლაციური რისკის რეალიზების შემთხვევაში ინფლაციის თარგეტიდან გადახრა შედარებით უფრო დაბალია და ანუ ესეც არის ასახული შესაბამისად აი იმ ასიმეტრიულ მონეტარული პოლიტიკის რეაგირებაში და ამას თავისთავად ემატება ისიც რომ თუ როგორი არის ეროვნული ბანკის და პოლიტიკის გამტარებლის პრეფერენციები იქიდან გამომდინარე რომ დაბალი ტოლერანტობა აქვს მაღალი ინფლაციური რისკის მიმართ შესაბამისად უფრო მეტად დიდი ყურადღება გადადის იმაზე, რომ ავირიდოთ შესაბამისი დანაკარგები მაღალი ინფლაციური რისკის რეალიზებიდან. აქ ასევე მნიშვნელობა აქვს, რომ თითოეული სცენარის რეალიზების შემთხვევაში, ანუ რადგანაც გადავდივართ აი ამ სცენარებზე დაფუძნებულ მიდგომაზე, ეს ასევე მოიაზრებს იმასაც, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ცენტრალურმა ბანკმა და საქართველოს შემთხვევაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა იპოვოს ისეთი ოპტიმალური გზა, რომ რისკ სცენარის რეალიზ რომ ნებისმიერი რისკის სცენარის განხორციელების განვითარების შემთხვევაში ეკონომიკური დანახარჯები იყოს მინიმიზირებული. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი ინფლაციური რისკის რეალიზება გაცილებით უფრო ხარჯიანი იქნება ეკონომიკისთვის, ვიდრე დაბალი ინფლაციური რისკის რეალიზება, ამიტომაც ჩვენ უფრო მეტად დიდ ყურადღებას ვამახვილებთ აი ამ სცენარის და პოტენციური შედეგების არიდებაზე. და სწორედ აი ეს პრეფერენციები არის გამოსახული აი ამ მონეტარული პოლიტიკის რეაგირებაში. მადლობა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დიდი მადლობა მობრძანებისთვის და მომავალ შეხვედრამდე.